მანდამაინც ჩვენიერი არ იქნება ეგ საკითხი თუ დადგა, მაგრამ როგორც არის. რა თქმა უნდა, აზრი აქვს ამ გადაცემას, აზრი აქვს ჩვენ შეხვედრას, აზრი აქვს საუბარს. მანამ სანამ ჩვენ შევთანხმდებით და ვთანხმდებით იმაზე, რომ ქართული სახელმწიფოს არსებობას აქვს აზრი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აზრიც უნდა ფუნქციონირებდეს. რა თქმა უნდა, რისკებს ვაცნობიერებთ, მიწაზე მყარავთ გავართ ორივე კიდურით. და თავის დავაცხადია გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ საერთოდ ზოგადად მომხრე ვიქნები და ბუნებრივი ამ რისკებს ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ, მაგრამ მომხრე ვიქნები, რომ ზოგადად არა მარტო დღის წესრიგს, არამედ განწყობებს ჩვენ თვითონვე გვქმნიდეთ. და ეხლა სიმართლე რო გითხრათ, ორიენტირებული ვართ იმაზე, რასაც ქვია პარტიული მშენებლობა. ეხლა ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ის ცვლილებები, რაც ამ ქვეყანაში გარდუვალი არის, როგორ მივახცებთ ამ ცვლილებების განხორციელების ეტაპამდე, როგორ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად განვახორციელებთ იმ საჭირო გარდაქმნას, რომლებიც ამ ქვეყანაში არის საჭირო და აქედან გამომდინარე, მინდა ჩვენს მოსახლეობას მივცე ასეთი დამაჯერებლობის ძალიან მკაფიო მესიჯი. ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის, აქ არ არის მხოლოდ ჯერ საქართველოზე, აქ არის საუბარი ყველა იმ ამორჩეველზე, საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე, რომელიც მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა ორიენტირებული არის ცვლილებებზე, ორიენტირებული არის გაჯანსაღებაზე, ორიენტირებული არის განორმალურებაზე. ამიტომ დაუკვეთოთ დღევანდელობას და ხვალინდელობას ჩვენი დღის წესრიგი და შესაბამისად განწყობის ფონი ჩვენმე შევქმნათ. თქვენს გუნდში არის ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ. მართლა ბევრია, ესე სახელობითად ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს. ეხლა რატომ ვიწყებ ამით საუბარს? თუ თქვენ მოახერხებთ და როგორც პოლიტიკური პარტია, როგორც პოლიტიკური გუნდი, გახდებით ანგარიშგასაწევი, მომენტალურად თქვენს წინააღმდეგაც დაიწყება იგივე დევნა, რასაც ვხედავთ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიისა და მისი ლიდერის წინააღმდეგ. განსაკუთრებით წეღან ზალს ვეუბნებოდი, ივანიშვილს არ უყვარს ის ხალხი ოპოზიციაში გადასული, რომელიც ოდესღაც მის გარემოცვას წარმოადგენდა. შესაბამისად, შესაძლებელია აღმოჩნდეთ თქვენ თავადაც დარტყმის ობიექტი. აი, როცა ამბობთ, რომ ჩვენი გზა და აუცილებლად უნდა შევქმნათ დღის წესრიგი, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა შექმნათ დღის წესრიგი, მართლა მინდა რომ მოგცეთ ეხა საშუალება ჩამომიყალიბოთ, აი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მიდიხართ იმ გზამდე, სადაც თქვენ ქართულ ოცნებას არყევთ. ცვლით ჯერ ვერ გეუბნებით, აი თუნდაც არ ყევთ. ჭკუით. როგორ? ჭკუით, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ალბათ კარგული სტერეოტიპული მიდგომები, რასაც ქართული ოპოზიცია იმეორებდა წლების განმავლობაში, ეს რევიზიას ექვემდებარება. შესაბამისად, ალბათ რევიზია გამოიხატება არა მარტო მიმართვებისა და სიტყვების წყობაში, არამედ გარკვეულ სამოქმედო ფორმულაში და ალგორითმში. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის, რომ რამენაირად გავანელოთ შიში ცვლილებებისა და ხშირად ამას ვიმეორებთ მე და ჩემი არის ცვლილებების შიში საზოგადოებაში? ვფიქრობთ, რომ არის, იმიტომ რომ სხვადასხვა ეთერების მეშვეობით ამას ვამბობთ, რომ არ გვჯერა, რომ ქართულ ოცნებას ყავდეს იდეოლოგიური მიმდევარი და მომხრე. ეს არის უფრო აი სტატუს კვოს ლოიალისტები, რომლებსაც ცვლილებების ეშინიათ, რომ ხვალინდელმა დღემ ამ ცვლილებების კუთხით რაიმე გაუარესება არ მოიტანოს მათი მდგომარეობის თვალსაზრისით. ალბათ ასეთი შიშების განელება და ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ამ ადამიანების გადმოყვანა, აი წარმოვიდგინოთ, რომ ერთი ნაპირი არის, სადაც ცვლილებებისადმი მიდრეკილი ამორჩევლები დგანან და ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციური ამორჩეველი, მე მჯერა, რომ ასეთი ამორჩეველი არის მათ შორის ქართული ოცნების რიგებშიც. ეს განსაკუთრებით ალბათ ის ნაკადი არის, რომელიც გაწმილებული არის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად განვითარებული მოვლენებით. როდესაც დაპირება იყო რეალური მართლმსაჯულების, დაპირება იყო ღია ეკონომიკის, დაპირება იყო სიტყვის თავისუფლების, ყველა ის დაპირება, რაც ნორმალურ სიკეთეს წარმოადგენს ნორმალურად ფუნქციონირებადი ქვეყნისათვის. ამიტომ ალბათ ასეთი მიმღებლობა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია როგორც პოლიტიკურმა ძალამ, სხვა ძალებთან ერთად, რა თქმა უნდა, მე აბსოლუტურად მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ არ ვართ იმგვარად თავში ავარნილი არა გვაქვს, რომ ჯეროდეს რომ მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას შეუძლია ამ შემთხვევაში განაპირობოს საჭირო გარდაქმნა და ცვლილება, მაგრამ აი ხელწერის შემოტანა, ამ ცვლილებებისადმი მიმღებლობის შექმნა ალბათ მათ შორის ჯერ საქართველოს ერთ-ერთ ბრენდულ ნიშნად და სასაქონლო ნიშნად ითვლება.
ამიტომ ბუნებრივი არის ჩვენ გავაგზავნებთ ძალიან თანმიმდევრულად. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა ამ რისკებს ჩვენ და თამაშის წესები რომ უთანაბრო არის, რომ თამაშის წესები გაცდა პოლიტიკას, თამაშის წესები გაცდა სამართლის ნორმებს, ამას ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, მაგრამ ჩვენ ასევე კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს მობეზრდა, ხელში ამოუვიდა და ელემენტარულად მათ თავმოყვარეობას და პატიმოყვარეობას ურტყამს ის ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაში არის შექმნილი. ამიტომ ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ. ეს არის სარგებელი, ესე ვთქვათ, მომენტის გამოყენება, რომელიც მომწიფთა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ეს არის იმ მომენტის გამოყენება, რომელიც გეოპოლიტიკურ პერიმეტრზე ქვეყნის იგივეც იქნება. ამიტომ ჩემი აზრით ამ ორი მდგენელის თანხმედრა, შიდა და გარე მდგენელის, ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ გამოვიდეთ მდგომარეობიდან, გამოვიდეთ ყევების გარეშე და გადავშალოთ ეს მეტად მძიმე ფურცელი ქართული ისტორია. ბატონო ვიქტორ, აი გარე ფაქტორი ახსენეთ ეხლა თქვენ და ისევ მინდა პირველ კითხვას რომ დაუბრუნდეთ. საერთაშორისო იზოლაცია, რომელშიც არის ქართული ოცნება ძალიან ახლოს ეხლა დღეს საქართველოსთან, ტრამპი არის ჩასული ნატოს სამიტზე, სადაც მორიგჯერზე არ არის საქართველო, ხო, ანკარაში. და ყველა იმ რეზოლუციის განცხადების გათვალისწინებით, რაც აქამდე მოგვისმენია, ხვალ იქნება კიდევ ჰააგის დეკლარაცია, რომელზე ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდა ქართულ ოცნებას. რეალურად მთელი ეს იზოლაცია რომ გაირღვეს, იშვილს აქვს დადებული მაგიდაზე ორი პირობა. ყველა პარტნიორისგან ეს არის გაათავისუფლეთ უკანონოდ დატყვევებული ადამიანები და გააუქმეთ რეპრესიული კანონმდებლობა. და აი ამ ფონზე, როდესაც ეს პირობები მათ უდევთ მაგიდაზე, ჩვენ ვხედავთ პროცესს, როგორ ემზადებიან მორიგი პოლიტიკური მძევლების ნაკადის ასაყვანად. ეს მინდა ეხლა რომ თქვენ გაანალიზოთ თქვენი აზრით, რატომ უმატებს ამ უდანაშაულო პატიმრებს კიდევ ამ ბრალის ფარგლებში, ბომბეიდან ლონდონამდე საქმეს ვეძახი მე პირადად, მაგას ღიმილის მომგვრელია მართლა ის რაც ისმის თურმე სასამართლო დარბაზებში რომ რაღაც ჯესტების ენით გადატრიალებას აწყობდნენ რომ ვაშაძე თურმე იღიმებოდა და აქ რაღაც დანაშაული იმალება და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ანუ რაში სჭირდება დღეს ივანიშვილს, რომელსაც წესით უნდა კონდეს მთელი კონცენტრაცია მიმართული იქით, რომ როგორმე გამოვიდეს ამ საერთაშორისო იზოლაციიდან ახალი პოლიტიკური ტყვეები. ახეთ ეხლა რაღაც ესეთი შედარება მომივიდა, ხელოვნებაში არის ესეთი მიმდინარეობა ქვია პრიმიტივიზმი. მაგრამ ხელოვნებაში პრიმიტივიზმი დამკვიდრებული ტენდენცია არის და მას თავისი მიმდევრები და სკოლა არის. ეხლა ქართული ოცნების პირობებში და ჩვენ ამაზე გვისაუბრია, რომ ყოველთვის ხას უსვამ ეს არის პირობითად პოლიტიკური პარტია მხოლოდ, იმიტომ რომ სამხედროური ერთიანობა ამ ადამიანებს არ აკავშირებთ და აკავშირებთ ერთადერთი ცდომა ფინანსურ რესურსებზე. რატო გამახსენდა პრიმიტივიზმი? როდესაც შენ ვერაფრით სხვა რამეთი ვერ დაიტრაბახებ გარე სამყაროსთან, თავს ვერ ურთიერთობებ, ვერც ინოვაციებით, ვერც იდეებით, ვერც პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური წიაღსვლებით. ბუნებრივია შენ დადიხარ ძალიან პრიმიტიულ ხერხამდე შენი ძალაუფლების გამოვაჭრების. აქ სხვაშორის ეროვნულ ინტერესებზე საუბარი არ არის და ქვეყნის ინტერესებზე ჩვენ სამი შერეერ აზედაც ეგრეთ წოდებულმა საძალაუფლებო პარტიამ ქართული ოცნების სახელით აიღო წვდომა, ეს არის რეპრესიულ აპარატზე, ფინანსებზე და პროპაგანდაზე. და პრიმიტივიზმი იმიტომაც ვახსენე ინგა, რომ ამის წინ ჩვენი ბოლო შეხვედრისას ვახსენეთ, რომ აი ბელარუსული მოდელი და ჩვენ სხვათა შორის თუ ობიექტურები გვინდა ვიყოთ, ლუკაშენკოსაც ვერ დაუწუნებთ ამ მიდგომას, იმიტომ რომ დასავლეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გარკვეულწილად ამ ინსტრუმენტის დამკვიდრების საშუალება მისცა. ივანიშვილისგან განსხვავებით, რომელსაც არც არავინ არ ევაჭრება. ამდენად აი პრიმიტივიზმზე საუბრისას, გამოვაჭრებაზე საუბრისას, ალბათ იგივე თარგის მიმდევრები აღმოჩნდნენ ქართულ ბოლოსში, რომ იფიქრეს, რომ ადამიანური მასალის მომარაგება, მე ოდის ვითხოვრე ახლა ასეთი სიტყვათა წყობისათვის, მაგრამ ალბათ ყველაფერს აი მათი გადმოსახედიდან, ალბათ ასეთი ტერმინოლოგია უფრო გამოსადეგი და უპრიანი იქნება, შეიძლება დამატებითი კოზირი იყოს, დამატებითი რესურსი იყოს, იმიტომ რომ სხვა ინსტრუმენტი ნორმალური საკომუნიკაციო ენის განსახორციელებლად, ნორმალური თუ გინდათ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ვაჭრობისათვის. როცა ეს რესურსი არის მილევადი, რჩება ეს თქვათ ასეთი პრიმიტივიზმის, პრიმიტიული პოლიტიკის გამოვლინების ფორმები ქართული ბოლოდან და ალბათ ეს ჩემი დაშვება არის, ახლა მე
იმ სამზარეულოში ავტორიანებ მადლობა ღმერთს, რომ ალბათ მიდგომა ესეთი არის რა, რომ შავსა და თეთრ შორის ასე ყოფენ პოლიტიკას. ან ასე, ან შავი ხაზით მივდივართ, ან თეთრი ხაზით მივდივართ და თეთრი ხაზი მათთვის არის სწორედ ასეთი ძალიან მდაბიო ელემენტებისა და ფორმების შემოღება დასავლეთთან და ზოგადად გარე სამყაროსთან საკომუნიკაციო პოლიტიკაში და ეს სხვადასხვა მარტო დასავლეთს არ ეხება, ეს ზოგადად მთელ სპექტრს ეხება, იმიტომ რომ მთელი რიგი მოვლენებისა, რაც ქვეყანაში ხდება, მათ შორის ბოლო ანაკლის თემის განვითარებით, მეტყველებს იმაზე, რომ გამორჩეულად დალაგებული ურთიერთობა ამ ხელისუფლებას არც ერთ თავარ ვექტორთან და პოლუსთან არ აქვს. აი ანაკლის თემამდე მივედით, სწორედ ეს მინდოდა რომ მეკითხა თქვენთვის მოისმენთ ცხადია, გულშინდელი განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით თქვენი შეფასება როგორია? ნუ საერთოდ ზოგადად მთელი ეს პროცესი რომელიც ჩამოყალიბდა რაღაცა ეს თქვა აი ტელესერიალისთვის გამზადებულ საგათა მასალად, სადაც მრავალი პერსონაჟი შეიძლება შენ გადაათამაშო, მრავალი სიუჟეტი და ასე შემდეგ ძალიან კარგი სერიალი მიიღო. ეხლა ჩვენ ძალიან შორს რო არ წავიდეთ, როდესაც ანაკლის კონსორციუმი შევიდა თემაში კონტი ჯგუფთან ერთად და ასე შემდეგ, მე ძალიან მაინტერესებს ერთი რამ, ამ ჩინურ კონსორციუმთან რა მოხდა? ხო, აი ეს მაქვს კითხვა. ორი წელი რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკება და რეალურად გამოცხადდა გამარჯვებული რა როგორ წარიმართა მოლაპარაკებები, რა იყო ამ მოლაპარაკებათა ჩაშლის მიზეზი, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვესწოდა ინფორმაცია, რომ მზადდებოდა კონტრაქტი, მიდიოდა მოლაპარაკება, უფრო მეტიც სახელმწიფომ გარკვეული წინარე ნაბიჯების გადადგა, როდესაც მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება დაიწყო შესაბამის ტერიტორიაზე, ანუ ხორციელდებოდა სახელმწიფო ფულის ჩასხმა, რომ ინვესტორისთვის გაცილებით უფრო მიმზიდველი ყოფილიყო ეს თემა. მაშინ სადამე რა არის, ესე ვთქვათ, მოლაპარაკებათა ჩაშლის მიზეზი? ეს ერთი საკითხი, რაც ბუნებრივია, ჩვენ არ განგვაწყობს, რომ აი მორიგი სერია, რომელიც ამ ლენდლორდის მოდელის დამკვიდრებას ეხება, რისი წინააღმდეგიც მე პირადად არ ვარ, იმიტომ რომ საერთოდ ფიქრობ, რომ იმ სამყაროში, რომელიც ეკონომიკური ნაციონალიზმით ხასიათდება და ხშირად ამას ეკონომიკურ ავტარკიასაც ეძახიან, იმიტომ რომ ნაციონალიზმის უკიდურესი ფორმა არის და ორიოდე სიტყვით რო ვთქვათ, ეს რა არის? ეს არის ქვეყნის ეროვნული სახელმწიფოს თავდაცვის ფუნქცია, რომ კრიზისების პერიოდში როგორ გადააგოროს კრიზისი, როგორ გადააგოროს შოკები, როგორ იყოს რესურსულად თვითკმარი და რა თქმა უნდა ამ გადმოსახედიდან ისეთ კომპაქტურ ერს სტრატეგიული ობიექტების საკუთრება შენარჩუნება რა თქმა უნდა არ გია. გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ აი ეს თემა, რომელიც ახლა ჩვენ აი ვახსენეთ ის ბუნდოვნობა, რომელიც წინა ეტაპს ეხებოდა და ალბათ მე ვარაუდობ და სავსებით საფუძვლიანად, რომ ეს ბუნდოვნობა და უცხადობა გაგრძელდება შემდგომ ეტაპზეც. უფრო მეტიც, ესე იგი, დათქმა არის და პრინციპი არის ამ მოდელის, რომ სახელმწიფომ გაცილებით უფრო მეტი ფული უნდა ჩადოს. ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში მიმდინარეში ეს რესურსი პრაქტიკულად არ მოიპოვება. და ისიც ახლა ქვეყნისა ან ქვეყნების დასახელების გარეშე არის ესეთი ტერმინი ეკონომიკაში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური ტერმინი, ამას ქვია სავალო მახე. და ეს კომბინაცია არაერთ ქვეყანაში გათამაშდა, რომ შემდეგ აქტივი, რომელიც დაიტვირთა ვალის სავალო სასესხო ვალდებულებების შეგდების შემთხვევაში გადავიდა საკუთრებაში. ესე იგი, აი ეს უცხადობა, ეს ბუნდოვნება, ეს გაუჭირვალობა უკვე ბუნებრივია ბადებს ნებისმიერი ასეთი ვინმესთვის კონსპიროლოგიური, მაგრამ ჩვენთვის აბსოლუტურად დასაშვები კომბინაციების უნდა გავიხსენოთ, რომ ამ გადაწყვეტილებამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია იყო, ხო? მაგალითად ამ კონკრეტულად კადრების გვიჩვენეს, ანუ მათი დაინტერესება და ერთი კიდევ ახლა ესეთი თემაა, რაზეც ამბობენ სიტყვა ალბათ არ არის მოსატანი, მაგრამ ალიევის ვიზიტის შემდეგ იყო საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი იყო დაინტერესებული მათ შორის ანაკლის თემით. ამაზე იყო საუბარი. ზოგადად ქართულ აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე მაქვს ჩემი განკერძოებული პარტიკულარული აზრი და ალბათ ამასაც ჩვენ ჩავშლით სხვა გადაცემაში, მაგრამ ზოგადად ანაკლის თემა განეკუთვნება ისეთი თემების კატეგორია, სადაც მედია გაშუქება, მათ შორის საჯარო ინფორმაციის მიწოდება უნდა ხდებოდეს ყოველკვირეულ
ყოველთვიურ და ყოველდღიურ თუ არა ყოველკვირეულ საფუძველზე. როცა ამ ხელა პროექტი არის საუბარი, მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ გადაზიდვები, ეს არ არის მხოლოდ თვითნაკადი, ეს არის გაცილებით უფრო დიდი თამასა, დიდი ფსონი, რომლის არასწორი გათამაშების შემთხვევაში შეიძლება ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური ბედი იქნეს განწირული. მაგას შლეიფად გაყვება, მაგალითად, როცა ანაკლიაზე ვსაუბრობ, სულ მახსენდება ხოლმე ხაზარაძის პირველი განცხადება, სხვა შორის, როცა ეს პროექტი წავიდა, ამ პროექტის ბედი აღმოვაჩინეთ, რომ ჩავარდა, ივანიშვილმა მითხოვ, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და აი რაღაცნაირად შლეიფად გაყვება, ხო? ანუ გეთანხმებით, ეს ბუნდოვანება არის, რომელიც აუცილებლად მოითხოვს პასუხებს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს რეალურად ზუსტი ინფორმაცია, ან რა მოხდა იმ კონსორციუმთან დაკავშირებით, ან საწავიდა ის ხელშეკრულება, რაზეც გველაპარაკებოდნენ და ან როგორ მივიდა ოცნება ახლა აქამდე, რომ ქრევიშვილს გაეკეთებინა. აი ჩვენ კიდევ ერთხელ უთხრათ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკა არ არის მხოლოდ კონსტიტუციური მუხლი და არ არის მხოლოდ ნატო ან ევროკავშირი. ეს არის ხშირად აი პატარა დეტალებისგან, დეტალი როგორი არის, ანაკლია როგორ არის, მაგრამ აი პატარა ეპიზოდებისგან შემდგარი დიდი აი ფაზალი სურათი, რომლის ეს თქვათ არასწორი განვითარების შემთხვევაში მე ვერანაირ კონსტიტუციურ ჩანაწერს გადამწყვეტი და რაღაც ის თქვათ მყისიერი ეფექტის დატვირთვა ვერ ექნება. ამიტომ როდესაც ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ არა მარტო კითხვები პოლიტიკური პარტიების მიმართ, არა მარტო კითხვები მედიის მიმართ, არა მარტო სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, არამედ აღზარდოთ საკუთარ თავში კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქე. ხო, მაგრამ ამ კრიტიკულ კითხვებზე პასუხს ქართული დემოკრატია და ფუნქციონირებადი სახელმწიფო ვერ შედგება. ბატონო ვიქტორ, საქმეც ამაშია. კრიტიკულ კითხვებზე ვერ ვიღებთ პასუხს და თან ჩვენ საუბრობთ არა ინგა გრიგოლიას დასმულ რაღაც კითხვაზე პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, არამედ საუბრობთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე ამ ქვეყანაში, უმნიშვნელოვან ეს პროექტზე, რომელზეც კითხვები შეიძლება გვაქვს, მაგრამ პასუხებს ვერ ვიღებთ. ანუ თქვენ თავად ვეთქვით, რომ სად წავიდა აქამდე წარმოებული მოლაპარაკებები, სად იყო, რა მოხდა, სად გაქრა, ეხლა რატომ დადგა ეს ერთი მიზნით გავაკეთებ, ხოლო ჩანართით კრიტიკულები ვიყოთ. თქვით კრიტიკულები ვიყოთ. კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარ თავს, ჩვენ არ ვართ სტუმრები ამ ქვეყანაში, ჩვენ ვართ მასპინძლები. სხვაგვარად ნორმალური ქვეყანა ვერ შედგება თუ თანასაკუთრება არ აღვიდგინეთ ქვეყანაზე. ნუ ვართ პასიური მაყურებელი, ნუ ვართ ეს ვთქვათ კონტრიბუტორი. მივიღოთ მონაწილეობა დაკვეთის გაცემაშიც და ანგარიშის მიღებაშიც. სხვაგვარად ქართული იცით, ქართულ სახელმწიფოს აქვს ერთადერთი სავიზიტო ბარათი, იყოს ნორმალური. და ნორმალურობა მათ შორის ნიშნავს, რომ იყოს ღია, იყოს გამჭვირვალე და გასაგები. ჩვენ ვერც ბირთვული იარაღის პოტენციალი გვაქვს, ვერც რაღაც ეკონომიკური განსაკუთრებული რესურსი და ვერც სხვა. ჩვენი ნორმა, ჩვენი სავიზიტო ბარათი არის ჯანსაღი ნორმალური გარემო. ეს თავისით ვერ შეიქმნება, თუ სათითაო დიდმა ნაწილმა ქართული მოსახლეობის ამაში მონაწილეობა ვერ მიიღო. კი ბატონო, და ბოლო კითხვას დაგისვამთ, აი როდესაც თქვენ საუბრობდით, რომ თქვენი პარტიის თემაზე, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა მარტო კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებასთან, არამედ ქართული ოცნების ამომრჩეველთანაც, ხო, დაახლოებით, ვინც არის ახლა განხიბლული ოცნების 14 წლიანი პოლიტიკით. მე გამახსენდა დაახლოებით იგივეს ამბობდნენ გიორგი გახარიაზე და გახარიას აი ამ წამამდე, როდესაც მისი გაკრიტიკება უნდათ, სულ აძახებენ ხოლმე, რომ ის იყო ივანიშვილის მთავრობის პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, ბატონო ვიქტორ, თქვენ რამდენად წელგამართული აღმოჩნდებით ოპოზიციური ბრძოლის ველზე? შემოვიტან იგივე თემას, ადამიანი, რომელიც იყავით წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გვერდით, როგორც მისი ადვოკატი. უკვე პოლიტიკური პარტიის ლიდერთან შესაძლებელი ეს თემა ხშირად გაგიხსენო ხოლმე და აკი ხანდახან უკვე გიხსენებენ კიდეც. სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, ერთი კიდევ მოკლე ჩანართი. ესე იგი, ოცნების პოლიტიკა რატომ არის მავნე ყველაფერთან ერთად, რომ აი ეს იმედგაცრუება და უპერსპექტივობა, რაც მიმართული არის, რომ წარმოქმნა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში გაარიყოს პოლიტიკური პროცესისგან. შესაბამისად, ოცნებას არ ექნება საჭიროება ფართო პოლიტიკური კომპრომისის. ის ერთადერთი იძულებული იქნება გარიგდეს მცირე ნაწილთან მოსახლეობისა. აი მცირე ნაწილი მოსახლეობის, ის აგრესიული ნაწილი და მით უმეტეს პროპაგანდით გამოყვებული, იქნება ძალიან უპირატეს მდგომარეობაში, რომ გვიკარნახოს ნება, საკუთარი ნება და უგემოვნება, მათ შორის უმრავლეს ნაწილს. ამიტომაც უმრავლესი ნაწილის ჩართულობა ამ პროცესში არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან მნიშვნელოვანი.
ხა რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე მგონი წელმოხილობის მე არაფერი არ მეტყობა არც ამ გადაცემაში. მოვისმინე სხვადასხვა ძალიან ეპისტოლარული ჟანრის შეფასებები ამ ხნის განმავლობაში. ყველა მათგანს მინდა უსურვო სიმხნევე, ვინც ამ პროპაგანდით არის დაკავებული, ჯანმრთელობა, როგორც პირდაპირი გაგებით, ასევე გადაერთი მნიშვნელობით და ძალიან საჭირო როლს და ფუნქციას კისრულობენ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ საკუთარი დამოკიდებულების თვითილუსტრირებით ფაქტიურად გვიჩვენებენ, როგორი უგვანო არის ქართული პოლიტიკა და მით უმეტეს რაოდენ აქტუალური არის თქვენი და ჩემი ძალისხმევა, ეხლა აქ რო ვდგევართ და გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ.